ქალაქი უნდა ერგებოდეს მის ლანდშაფტს. ეს არის თბილისის ერთ-ერთი ღირებულება და არა პირიქით. მიუღებელი არის აი ესეთი გრანდიოზული დიდი პროექტების განხორციელება მით უმეტეს გაუნაშენიანებელ ადგილას და უმჯობესი იქნება თუ დაველოდებით ქალაქის გენგეგმას, რომელიც უნდა დასრულდეს წელიწად ნახევარში, სანამ ეს პრინციპები არ იქნება შეთანხმებული და მიღებული, ესეთი გრანდიოზული მშენებლობა, ესეთი დიდი მშენებლობა რა თქმა უნდა მიუღებელია. პროექტის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს საბაგიროების გაჭიმვას თავისუფლების მოედანზე და ძველ თბილისზე, არის კატეგორიულად მიუღებელი, იმიტომ რომ აბსოლუტურად შეუფერებელია ძველი თბილისის ისტორიული დაცვის ზონისთვის და იმ კულტურული მემკვიდრეობისთვის, რომელიც კანონით გვევალება, რომ უნდა შევინარჩუნოთ. ერთი მხრივ, როდესაც ძალიან სამართლიანად შეჩერებული არის თაწმინდის საბაგიროს მშენებლობა ვარდების რევოლუციის მოედნიდან, რომელსაც უნდა გადაეკვეთა რუსთაველის გამზირი და რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიუღებელი არის ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით. არ შეიძლება ამავე დროს ხორციელდებოდეს ქალაქის ძველ ცენტრალურ ნაწილში, ასევე და მთავარ მოედანზე და ძველ თბილისში იგივე. ერთი შეცდომა მე ვთვლი, რომ დაშვებული იყო ასევე ნარიყალაზე და ასეთი რაღაცა არ უნდა გავიმეოროთ.